ჩემი შვილი არის არა თავისი ავანტყოფებით მკვდარი, არამედ დაცემითა მკვდარი. იმიტომ რომ მაგას ყველა სხეულში მეუბნებიან რომ ესო ავანტყოფებით მოგდაო. ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მე ვიყავი 16 ოქტომბერს და სუსტად იყო, просто მეტი არაფერი, მაგას არაფერი ცუდი არ უთქვია, მეუბნებოდა, იცინოდა და შედევრად ლაპარაკობდი. 31-ში რომ მივედი, მითხრა ექიმმაც მითხრა, რომ შენი შვილი კარგად არისო. მაშინ ჩემი შვილი მაშინ ყოფილა ქუთაისში მკვდარი. მე ისა და საღამოს მკვდარი შემომიყვანეს სახში. ავანტყოფობით მოგდაო მეუბნები, ავანტყოფობით მე არ მჯერა, იმიტომ რომ მაგის სახე ყველა ნაზის სახე გახეთქილი ჰქონდა და აგერ სურათებით ყველაფერი აგერ მაქვს. ფაქტი ყველაფერი აგერ. თითები ამომტარი ჰქონდა. უკანა ზურგზე ის დუბინგის ნაცემი გრძლად ეტყობოდა სულ. ხრებზე ეტყობოდა, ყველა სხეულში მუხლებზე ეტყობოდა, ყველა სხეული დაზიანებული ჰქონდა და თუ ავანტყოფით მკვდარი იყო, მაშინ ამ ყველა სხეულში დაზიანებები საიდან მოვიდა, ნაცემი გახეთქილი და ყველაფერი საშინელება. ვით უნდა დავიჯერო, რომელმა სულიერმა დედამ დაიჯეროს, ეს რომ ავანტყოფებით მოვდა. რატომ ამტყუებენ? მითხრათ რა მოვიდა სიზუსტე, არ ამჯერა. და მე ამას ისა ხელახალ ძიებას მოვითხოვ. თავიდან ბოლომდე ტყუილია, ნაცემია, სადაც ქუთაისში მეუბნებიან, რომ ეს ასე მოვიდა ოზურგინა. აქედან მეუბნებიან, რომ ესო აქედან რომ დავიდა, არაფერი ემჩნეოდაო. აბა საიდან მოვიდა, რა მოვიდა, რა.